საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ უცხოელ მოქალაქეზე ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს. მაგრამ რა ხდება ახლა? არსებობს ესეთი პროგრამა ნაბგოჯი. თქვენ რო შეამოწმოთ მაპატის დავასრულეთ, იგოეთიდან ცხეთამდე ყოველი 10 ნაკვეთიდან 7 ნაკვეთი არის უცხოელი. საქართველოში უკვე არაბების, ირანელების, თურქების მიერ ოკუპირებულია 92,000 კილომეტრზე მეტი. გესმით რაზეა ლაპარაკი? ეს არის მოღალატური ხელისუფლების და ეკონომიკის სამინისტროს დამსახურება. ეს ყველანი არის სამშობლოს ღალატის მუხლით ციხედ ჩასასვლელები. შემოიყვანოს სოფლის გზების მოსაწყობა, სამიაღვრი არხების მოსაწყობა და არაბული სოფლის. წარმოგიდგენიათ ესე იგი, ჩვენ ვიღაცა ალტოვერკი აბდულალაჰ აბად ვიღაცა ხო? ცენტრალურ სამილახვროში რომ მოდით ის გაგვიკეთოთ. ქართველებს მიეცით საშუალება თქვენ ნაძირალებო თქვენ ქართველ კაცს ესე იგი აიძულებთ რომ აქედან გაიქცეს და ესე იგი არაბები მოყავთ აქ და ესე იგი რა ქვია ჩვენი ისტორიული მტრები ვინც საქართველოს ესე იგი 9-ჯერ გადახნა რა წინა საუკუნეებში 10 წლის მერე წარმოიდგინეთ ეს სოფლები რა იქნება თითოს ყავს 15 კაცამდე ოჯახის წევრი არაბული სოფლის მშენებლობა 134 სოფელ სახლზე აშენებს 3 და 4 სართულიან სახლებს ქვემოჭალაში 170 სახლს აშენებ იმაში რა ქვია წინარებში და უფრო მეტი ახლა გუშინ დამირეკეს აი ამ გადაცემების მერე თქვენ გასული სიუჟეტის მერე ალტინფოს უყურეს და დამირეკეს რომ იუნკერების მემორიალი რომ არის აი დაბახნელა კოშკის ხაზე ზარები დაისვა იქ დაცვის პოლიციაზე იქიდან 30 მეტროში არაბული სოფელი უკვე აშენებული 35 სახლზე და გრძელდება შენობა. ფათახევის მონასტერთან კიდევ უფრო ახლოს და ახლობით 800 მეტრაში ეგრეთ წოდებული კაკლიანია. ეხლა ამ მიწებს ყიდიან უკვე. ზეგდულეთში 58 ის არის რა ქვია ჰექტარი გაყიდული. ტყიბულში 80 ჰექტარია გაყიდული. ტაბახმელაზე იუნკერების მემორიალიდან 35 მეტრაში 200 სოფლისა სახლიანი არაბული სოფელი აშენებული. 35-ში უკვე ცხოვრობენ ქალები, ბავშვები, სუყელანი. წადით და ნახეთ აბა. წადით და ნახეთ ერთი რა ხდება თბილისის გარშემო. იგივე იმაში რა ქვია თვალის კლინიკა როა ორთაჭარაში გუბერსკის ციხის ზემოთ. დაახლოებით 20 გექტარი იმ ქედზე ვისია არაბების არის. თბილისის ალყა აქ დარტყმული. ეს არის რეალობა. სოფელ ლამისხანიდან დაწყებული მცხეთამდე ყოველი 10 მიწის ნაკვეთიდან 7 მიწის ნაკვეთი არის უცხოელის, პაკისტანელის და არაბის, ეგვიპტელის, თურქის, ირანელის. მთელი თხოთის მთა მარცხენა მხარე არის ირანელის, მარჯვენა მხარე იმისა, არაბისა. 52 გექტარი, ერთი 50 გექტარი. მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მოვატონი. სირთულეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები ბიბა. ეგრა ოღონდ სიფხიზლეში ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაკადები უკვე აღარ გვახსოვს გამამხიზლებოდ. ტერიაურად ხელი გმავს და ჩვენ სიმცირეს მივდივით მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავგვოხტონით, როგორც დაგუდით წერას. ისინი ვინც ამას ლობირებენ ჩემი აზრით ყველამ უნდა იცოდეს და რეესტრი უნდა გაკეთდეს ამ ხალხის რეესტრი სამშობლოს გამყიდველები რა მაშინ ესე გამოდიოდნენ ამ მედიებში და პირდაპირ ლაპარაკობდნენ რომ ეს მიწის გაყიდვა კარგია რაც მეტი უცხოელი იყიდის მიწას მით უკეთესია ჩვენთვისო